მაშასე დაბრუნდა პოლიტიკური სივრცე ეთერში და როგორც გითხარით, ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის ლიდერი, რომელსაც მივესალმები, გამარჯობა ანა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გავაგრძელებთ თქვენთან მთავარ თემებზე საუბარს და მთავარი თემა ეს არის რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელი, დაზვერვის განცხადება საქართველოს საპატრიარქოს არჩევნებზე, სადაც ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ გვაქვს ინფორმაცია, რომ სოფლიო პატრიარქი ერევა ორი კანდიდატის სასარგებლოთო და პლუს ირანის ელჩის, ასე ვთქვათ, განცხადება, რომელიც ფაქტობრივად მუქარა არის გამომდინარე იქედან, რომ წინა დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ელაპარაკა ჩვენი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მანამდე ჩვენ გვახსოვს ისრაელის ელჩის განცხადება, ასევე არც თუ სასიამოვნო, როცა ირანის ანძის ფერებში მოკლედ ყველა მხრიდან რაღაც ესე თქო უსიამოვნო სიგნალები მოდის, ხო, რუსეთიდან, ამერიკელი პირად საუბარში რა უთხრა არ ვიცით, რუბიო, მაგერ ირანი, მანამდე ისრაელის ელჩის განცხადება და რა ხდება ჩვენს თავს და ჩვენს ირგვლივ თქვენი შესაძლებლობა. ძალიან სერიოზულად მოგესალმებით, მერაბ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ მართლაც მოგვიწია ცვალებად მსოფლიოში ცხოვრება. ის წესრიგი, რომელიც იყო აქამდე, ის წესრიგი იცვლება არა მარტო აგერ ჩვენ სამეზობლოში, ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. ვიცით, რომ გაერო როგორც ასეთი აღარ ფუნქციონირებს, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. აშშ ნატოს ურთიერთობაც კი იძაბება. აშშ ევროკავშირის ურთიერთობა იძაბება, აქ ჩვენ ამ ამბავში ვართ, უკრაინის ომი გრძელდება, უკრაინის წინააღმდეგ ომი გრძელდება და არ უჩანს მან დასასრული. რეალურად ამასობაში ზელენსკი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა, ეს ახალი კარი გაიხსნა ამ ყველაფრის. ანუ კავშირდება ეს ორი ასპარეზი, ხო, ორი ველი უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის. ამ პირობებში ჩემი სამოქმედო პრინციპი არის ორი. პირველი პოლიტიკა ეს არის გონიურულობის პოლიტიკა. და ეს რო დავწერე სხვათა შორის, ვითომ არ უნდა იყოს გასაკვირი და ეს რო დავწერე 700.000 ნახვა აქ იმ პოსტს. მონატრებულია ადამიანი ხალხი გონიურულ მიდგომას. რა იგულისხმება გონიურულ მიდგომაში? ფაქტებზე დაფუძნებული, არა ემოციები. ჩვენ გვიყვარს, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, ეს უნდა შევინარჩუნოთ, ხომ ეს ვერ გადავკეთდებით ჩვენ რაღაც ჩრდილოელ ერად, მაგრამ ფაქტებზე დაფუძნებული და პლუს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებზე დაფუძნებული. ეს ძალიან სერიოზულია. ნახეთ, მნიშვნელოვანი, მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი. ვარ ასევე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მაგრამ პირველი, ჩემი სახელმწიფოს ინტერესი რა არის? აქედან უნდა ამოვიდეთ. რა არის ჩემი სახელმწიფოს ინტერესი? ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უნდა იყოს ერთიანი. ყველა ვარიანტში ის უნდა იყოს ერთიანი. ეხლა მგონია თუ არა მე რომ გულწრფელად ადარდებს ქართველი ხალხის იდენტობა რუსეთს არ მგონია. მგონია რომ თუ მას ეს რამენაირად აწუხებს იმიტომ რომ რაღაცნაირად მეტად უფრო სასარგებლო მისთვის იყოს ვითარება. მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩარევა, მცდელობა, ეკლესიაზე თავდასხმა, ხო, მე მიმაჩნია ის რაც ასუსტებს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, გვასუსტებს ქართველობას. ეს არის ჩემი მიდგომა ეკლესიასთან მიმართებაში. რაც კარგი ვნახეთ ამ ბოლო დროს, ხო, არ ყოფილვარ პატრიარქის გარდაცვალების მერე, დავასრულებ სინოდის გადაწყვეტილებები აქამდე, ხა პარლამენტი არ აგვაქვს და ამას ვამბობდი. პარლამენტი კი არ აგვაქვს, მაგრამ ამასობაში ძალიან ბევრი რამე სასწავლებელი ამ ხალხისგან არის, მეუფეებისგან არის, მართლა როგორც იურისტი ვამბობ, ისეთი დემოკრატია ვნახეთ ჩვენ, ხმების დათვლა, აი დაფიქრება, ხმების კენჭისყრით საკითხების გადაწყვეტა, არა რაღაცა ძალაზე, რაც მიჩვეული ვართ სამოქალაქო ცხოვრებაში. რაღაც რავი, საამაყო და ძალიან საინტერესო პროცესი იყო და ამის გაგრძელების იმედი მაქვს. ხო და აი ეს რუსეთის დაზვერვის განცხადება ნიშნავს თუ რა პირდაპირ ჩარევას. მიუხედავად სხვა საბრალებენ ისინი ჩარევას. აი ეს განცხადება, ეს ღია განცხადება, ხო? ცალსახად და გამაფრთხილებელიც არის, ანუ ეს ნიშნავს რას, რომ ჩვენ ვიცით, რომ თქვენ შეიძლება გაქვთ გავლენა, ან შეიძლება გქონდეთ გავლენა. ეხლა არის საპატრიარქოსთან მიმართებაში გასაგები არის ძალიან რთული და მგრძნობიარე პერიოდი, აი ამ არჩევნების პერიოდია. ამიტომ არ არის გასაკვირი და ზუსტად ეგ არის. რუსეთი იყენებს საშუალებას, ცოტა მუქარანარევი განცხადებაც არის ეს, რომ განამტკიცოს საკუთარი გავლენა ამ არჩევნების პროცესში. ეხლა მე რა მინდა გითხრათ, ძალიან სერიოზული. რეალურად მე ვფიქრობ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც აქედან გამოვა, იქნება ჩვენი ერისთვის კარგი და სწორი. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ხა ვიღაცას იმ მომენტში არ მოეწონოს პატრიარქი, მაგრამ ეს იქნება თუ სწორად იქნება არჩეული და ამის სრული იმედი მაქვს, ეს იქნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონია, რომ
პირველი ალბათ რასაც ის გააკეთებს ეს არის სინთეზის პატიმრების საკითხის ვისურვებდი რომ ერის გამთლიანებისთვის შეხორცებისთვის ეს ნაბიჯები გადადგეს და გვავიწყდეს რომ ანდრია ჯაღმაიძემ პირდაპირ თქვა ხმამაღლა თქვა რომ 4-ჯერ მიმართეთო ილია მეორის სიცოცხლეში სინთეზის პატიმრების შეწყალებასთან და გამოშვებასთან დაკავშირებით ორვერჯერ უარი მივიღეთო ქართული ოცნებისგან ეს არ დაუმალავს პირდაპირ თქვა ანდრია ჯაღმაიძემ ანუ პატიმრებზე იყო მიმართვა ჯერ კიდევ ილია მეორის სიცოცხლეში და ამაზე უარი თქვა ხელისუფლებამ კი მაგრამ ეხლა კონტექსტი ხო გააჩნია ქართულ ოცნებას შეიძლება მაშინ არ იყო ისეთ მდგომარეობაში რომ გამოეშვა მაგრამ როდესაც შემდეგი მიმართვა იქნება შეიძლება ჩათვალოს საჭირო ყოველ შემთხვევაში მიმართვაში რა არის ხო ხო ნახოთ უბრალოდ მე მინდა გითხოთ იგივე რომ არც რუსეთის დაზვერვის ამ განცხადებაზე არც ირანის ელჩის განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ აქვს ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს რას ნიშნავს მოდი მინდა გითხრათ რომ მე მათ ასევე უფრება შეიძლება ჩვენნაირად ცოტა ინფორმაცია აქვს ეხლა ხო იცით რა შეასაქმეა რა არც ერთ დასავლურ სადაზვერვო ქსელში ამ ინფორმაციის გაცვლის ქსელში საქართველოს აღარ არის თუ ადრე ჩვენ გვენდობოდენ და რაღაცა ინფორმაციას გვაძლევდა ვისაც ინფორმაცია ქონდა ამ ინფორმაციას ჩვენ უკვე სადაზვერვო საშუალებებიდან აღარ გვაძლევენ იმ შიშის გამო რომ აი რაც მოხდა ახლა ერთ-ერთ ევროპულს უნგრეთში პირდაპირ ვიტყვი ხო გამოვიდა წყაროები რომ უნგრეთის ხელისუფლებას ეს ინფორმაცია სადაზვერვო ევროპული ინფორმაცია მოსკოვთან მიქონდა ამიტომ ჩვენ ბატონო ხო რომ აუხსნათ ვინც არ იცის რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა საერთაშორისო საინტერესო რომ უნგრეთში არჩევნები ახლოვდება და ამის წინ მოხდა ეს ყველაფერი სადაც ლავროვი რაღა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თხოვს რომ ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის ცოლს იქნებ დააყენოს საკითხი ევროკავშირში რომ მოუხსნა უბრალოდ დას მოუხსნა სანქციები და ის პირდება რომ კი დავაყენებ ამასო და რომ სანქციები მოსო ჩვენ და სლოვაკეთი დავაყენებთ ხო ორივე ვიცით რომ არის ხო რაღაცა ვითომ ევროსკეპტიკოსები თუ არ ვიცი რა თქვა ამ ყველაფერს სხვათაშორის ტუსკი გამოეხმაურა ახლა ამას დონალდ ტუსკი მოვისმენთ დადასტურება რომ ორბანი და სიარტო პოლიტიკურად დამოკიდებული არიან მოსკოვზე რთულია ვინმე რაიმე უფრო გულისამრევი წარმოიდგინოს რომ ამბობს პოლონეთის ლიდერი ასე ეს არჩევნების მოახლოვებასთან ერთად უნგრეთში შეიძლება ბევრი რაღაც ასეთი ამოტივებები იყოს უმწავესი და გასათვალისწინებელია რომ უნგრეთი და ფიცო სლოვაკეთი არიან ჩვენი ხელისუფლების მთავარი მეგობრები და მოკავშირეები. იქაც ვნახეთ, აი ზუსტად ის ხელწერა არჩევნებს მე ვაკვირდები უნგრეთისას და ყველაფერი ის ხელწერა, რომელიც აქაც იყო. კიბერშეტევები, მოსყიდვა, ასევე კონკრეტული რაღაცა კომპრომატებით ომი, გამოჩეული პოლიტიკოსების მაგიარის შანტაჟი, კომპრომატებით. აი ყველაფერი ის რაც არის რეალურად საბჭოთა კგბ-შნიკური, მე მინდა ეს ფრაზა გამოვიყო და მეხუთე განყოფილება არის კგბ-ში იყო, რომელიც ზედამხედველობდა ოპერაციებს კავკასიაში და დსთ-ში, აი მეხუთე განყოფილების ხელწერა არის თავიდან ბოლომდე ყველაფერი. დაუბრუნდები საქართველოს თემას. ანუ საქართველოს ხელისუფლებაც ცდილობს რომ ველზე გაიგოს რა ინფორმაციაც არის, რაც ხდება. ალბათ ეცდება რომ გამოვიდეს გამარჯვებული ამ სიტუაციიდან როგორღაც, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის. უნდა ვიმოქმედოთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და გონივრულად. ეხლა გონივრულობაში რა ჯდება? ორივე ჩვენი ისრაელიც და ირანიც არის საქართველოს ძალიან სერიოზული პარტნიორი ვაჭრობაშიც და სერიოზული პარტნიორი მოქალაქეთა მიმოსვლაშიც. მესამე მეოთხე ადგილზეა ორივე ნახეთ, პირველ ადგილზე რუსეთი, თურქეთი, მერე კავკასიის ქვეყნები ძირითადად და ორივე ქვეყანა არის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და უდიდესი ტურისტული. უდიდესი. ანუ ეს ჩვენთვის საერთოდ ეს ომი ჩვენთვის ამ მოკლევადიან რეჟიმში არანაირად ხელსაყრელი არ არის, არანაირად როგორ შეიძლება ომი იყოს ხელსაყრელი, მაგრამ ხო შეიძლება თქვა რომ ამას კონდეს რაღაცა სარგებელი ჩვენთვის ან რაღაცა ამ ეტაპზე, ხო, ჩვენთვის არის თუ შეხედავთ სხვადასხვა კერძო სექტორს თუ შეხედავთ, ყველა ზარალობს ამ ვითარებიდან რაც იქ არის. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ფასებს რო შევხედოთ, ხო? უკვე გაძვირდა ბენზინი, გაძვირდა ელექტროენერგია, კიდევ ბევრი რამე გაძვირდება და ამის გაძვირდება სასუქები და ასე შემდეგ. ამის შედეგები ჩვენი ხალხისთვის არ იქნება კაი. ხო, ნუ მე წინასწარმეტყველსაც უთხარი ამ შესახებ და თქვენთანაც მინდა ვთქვა, რადგან ხელისუფლება არ არის, მათ ვზირობ მათი არგუმენტები გავაჟღერო და ათვარი არგუმენტი რა არის, რომ სწორედ ეს არის ჩვენი ბრძნული პოლიტიკა, რომ არავის მხარეს არ ვიჭერთ და არ ვერევით და ამით ვცდილობთ, რომ გადავრჩეთ ამ რთულ სიტუაციაში, ხო? ეს არის მათი ახსნა. მათი გასაგებია, თუმცა
რასაც თქვენ გონიურობა უწოდეთ, ისინი ამას უწოდებენ გონიურობას, რომ წნარად იყო, არსად არ ჩაერიო, მხარი არ დაიჭირო. გასაგებია, აქ არის სხვაობა შემდეგში, რომ მე მინდა რომ ჩვენ დავიბრუნოთ ის სიდიადე, რომლის პოტენციალი ქართულ ერს აქვს, ეს უნდა იყოს მარტო ჩუმა ბიბლიაშია მშვიდობაო, მშვიდობა ერთ-ერთი წინასწარმეტყველი ამბობს სხვათა შორის და არა გვაქვს მშვიდობაო ამასობაშიო. ანუ მარტო ჩუმად ვიყოთ და შენ იყო ღარიბი და ჩაჩანაკებული, გაუბედურებული, მათხოვარი, შენი წარმომადგენელი გამოდიოდეს სოფლიო საერთაშორისო ასპარეზზე ქართულად მაინც გამოდიოდეს პრეზიდენტის ყაველაშვილის წოლი. რა პრობლემა იყო? როდესაც ხელისუფალი ხარ და ამბობ რომ მე ქართველობა და სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რას იკაჩები ინგლისურზე, რომელიც თან არ იცი. მოითხოვე, მილიარდჯერ ყოფილა საერთაშორისო ფორუმებზე. არავის ვალდებულება არ არის რომ ინგლისურად ისაუბრო. დააჭირე ხელი და მოითხოვე ქართულად გამოდი და ათარგმნინე თუ გინდა რომ იმას ფიცი მწავს ბოლო მაკვირვებსო. არა, აი ეს იყო მაგალითად. მე მინდა, როდესაც მე ვამბობ გონივრულად და ფაქტებზე დაყნობით, მე მინდა რომ ქართველი ერი იყოს დიადი. იმიტომ რომ ამის პოტენციალი მას აქვს და კობახიძე ივანიშვილს უნდა რომ ქართველი ერი იყოს მაჩანჩალა, მათხოვარი და ესეთი გაუბედურებული. სამარცხვინო. რატო უყურა ხალხმა ამ ვიდეოს? იმიტომ რომ შეგცხვა ქართველებს. სხვა რაღაცეებზე გვაქვს პრეტენზია, მე რა ქართველები მართავდით უდიდეს იმპერიებს პირდაპირ ვამბობ, პირველი, მეორე ხალხი ვიყავით ოსმალეთის კარზე, სპარსეთის კარზე, უდიდესი არაბული იმპერიების კარზე. კახეთიდან მოპარული ბიჭები იყვნენ იმისგან, რა ქვია, წაყვანილები და გახდნენ იმპერიის, მამლუქთა იმპერია ექვია. მამლუქთა იმპერიის დამფუძნებლები, ქუჩიდან, მინდვრიდან მოტაცებული ბიჭები. და ამ ერს შენ ყავს წარმომადგენელი, რომელიც მეჯის და 3 მილიონი ადამიანს გწხვენია რომ უყურებთ ამ ყველაფერს. ეს არის ჩვენ შორის სხვაობა. გასაგებია და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ დენის ტარიფზე, რადგან თქვენ გნახეთ იქ ერთადერთი პოლიტიკოსი იყავით, რომელიც მიხვედით სემეკის ხმაზე, სადაც დენის ტარიფი 5 თეთრით მოუმატეს და ამ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი აღმოჩნდა ეს. მე არ ვიცი სხვა პოლიტიკოსებს რატო ეძინათ და რატო იყავით მარტო თქვენ იქ, იმიტომ რომ ხო სოციალური თემებიც მნიშვნელოვანია. მაგრამ რისი თქვა შეგიძლიათ ამ დენის ტარიფის გაზრდას? ეს იყო რეკორდული, მეც კი არ ველოდი რომ რეკორდული ამ მაჩვენებლებით 30%-ით გაუზარდეს ხალხს. ანუ ვინც ყველაზე ნაკლებ კილოვატ-საათებს მოიხმარს, ხო, იმას გაეზარდა, ყველას გაგვეზარდა 5 თეთრით, მაგრამ ადამიანი, ბებია, მოხუცი, ჩვეულებრივი პატარა ოჯახი, წარმოიდგინეთ, მას გაუძვირდა ცხოვრება ამ 5 თეთრით იმ პირობებში, როდესაც უდიდეს ოლიგარქებს რომლებსაც აგერ თბილისში, აგერ გლდანში, აგერ ქუთაისში ბიტკოინების ქარხნები აქვს გამართული, იმათ ისინი არ იხდიან დღგ-ს და სწორედ იმათი ბრალია, რომ ელექტროენერგიის მომატება საქართველოში მომატებულია და არ მცირდება. ანუ ისევ და ისევ იქ მივედით, ორი საქართველოა და რაც შეეხება, აი იქ რატო ვიყავი? წინას ხტომაზეც ვიყავი დეკემბერში და საერთოდ ეგეთ ადგილებში, იქ სადაც ხალხის ყოველდღიური ცხოვრების საკითხი დგება, მე მივდივარ, მე ჩემს საქმეთ მიმაჩნია. და არ მიმაჩნია, რომ მე ახლა უნდა ავდგე და უნდა ჩავიდე რომელიმე დედაქალაქში, სადაც არ უნდა იყოს, რომ იქ გამომაცხადონ ოპოზიციათ, როგორც ბევრ ჩვენ ოპოზიციონერს. მე მგონია, მას დიდი ხანია ვამბობ. კოლონიალური მენტალიტეტი არის ჩვენში დასამარცხებელი. მაშინ არ გვეყოლება მეორე ბიძინა. თუ ჩვენ თავშივე დავამარცხებთ, რომ მე უნდა ჩავიდე, მაგას სადაგებს ოცნებად სხვათა შორის. მაგას საყვედუროს ოპოზიციას, რომ ამერიკაში დადიხართო. ოცნებამდე ვაჟებ შაველა და ილია ჭავჭავაძე ამბობდნენ ამას, რომ ჩვენი თავიო ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო. მე ვამბობ, რომ ხალხის სიყვარული როგორც პოლიტიკოსმა უნდა დაიმსახურო ამით, საქმით საქართველოში, რაც გამოვა იმით რა საქართველოში, რაც გამოგვდის და არა იმით, რომ სადღაც ჩახვიდე, იქ უნდა გაკურთხონ თურმე იმათ, რა ქვია, მეფის ნაცვლად. არ მომწონს ეს მიდგომა და გადასალახია ეს მიდგომა. ფასებს რაც შეეხება, ყველაფერი უკვე ძვირდება, გაუსაძლისია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ცხოვრება რეალურად საარსებო კრიზისშია ჩვენი ხალხი და იმედი მაქვს ეს აისახება იმ გაბრაზების იმ მუხჩი, რომელიც ქვეყანაში ისედაც არსებობს. ხო, მაგრამ ამ ვითარებაში თითქოს არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის. ხო, მარტივი გადაწყვეტილება, ეს იქ რაღაც არგუმენტების წარმოადგენს, რომ ის იყო რაღაც გამოუვალი მდგომარეობა და საინტერესოა, რომ ამ ფონზე, როცა თვითონვე გააძვირეს დენი, ან მომსახურების ყველა სფერო არის გაძვირებული, რომელიც სახელმწიფოს ეხება, ხო, პასპორტები იქნება, ჯარიმები და ასე შემდეგ. პლუს პარლამენტში არის რაღაც ფასების კომისია,
სადაც ისინი გვერდებიან, რომ აი ამ კომისიის მუშაობის შედეგად რაღაცა ფასები დაიკავეს. აი ამ ორ ამბავზე ის თქვა შეიძლება რომ პარალელურად ხდება ერთმანეთს. იცით რა, ყველაზე კარგი მაგალითია არის აქ რა მოხდა ნამოხან ჰესთან დაკავშირებით. აი ამ ყველაფერს კარგად აღწერს, ხო? რომ სისტემა არ შეცვლილა. ის სისტემა, რომელმაც იმ უბედურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხო? ის სისტემა არ ვინმე, აი გაჩერდა ხელშეკრულება, გაჩერდა ეს პროექტი, ეს იყო უბედური ხელშეკრულება, ანუ ყველანაირი ნაღმით, ცუდი დამნაშავეობრივი ფაქტი იყო იქ ჩადებული. ვიღაცამ ამ საქმეში ფული გააკეთა, ეს ყველაფერი გაჩერდა, არბიტრაჟი საქართველოს წააგო, მე და თქვენ უნდა გადავიხადოთ და ეთერიბებიამ ეს ჯარიმა, რომელიც დაგვეკისრა, ვინმე და ეხლა გვეუბნები რომ თუ დენს იმიტომ გიძურებთ რომ ის ხესი რო ვერ ავაშენოთ. ხო, და ვინმე თუ გასცა პასუხი ამაზე აქამდე რატო მივედით და ვინ წაიღო ეს ფული, ვინს ინტერესები იყო? არავინ, ამიტომ ყოველთვის უნდა ამოვიდეთ ამ ლოგიკიდან. ხელისუფლებაში მყოფი ხალხი ხრავს საქართველოს ბიუჯეტს. მიაქვს თუ არა და მაშინ გამოვიდნენ და თქვან ნამახვანზე აბატონო A, B, C, G, ამიტომ მოაწერა ვიღაცა ცუდმა ბოროტმა ადამიანმა და ვაგებინეთ პასუხი. არა, იმიტომ რომ სისტემა ჩამპალია, დაიჭირეს ერთი რომეო მიქაუტაძე და მაგის გამო ესე იგი ყველა ჰესების ხელშეკრულება გააჩერეს, ყველა ჰესების ხელშეკრულება და მარტო იყო ეს რომეო მიქაუტაძე 8 ფეხა თუ რა და ყველაფერს თვითონ აკეთებდა, თანაშემწე არ ყავდა, მინისტრის არ ყავდა, რა ქვია, თანამძრახველი არ ყავდა. ეს ყველა გადაწყვეტილებები უკაცრავად მთავრობის ხდომაზე რო გადიოდა, მთელი მთავრობა რო ხელს უწევდა, ხო? როგორ არის ერთლარად რო იყო მიწები გადაცემული ნამოხვანისთვის, ხო, ჰექტრობით. როგორ არის? არა, ხელისუფლება არის თავიდან მომდე, ჩამომპალი. თავის ჯიბეზე ფიქრობენ ესე. ამიტომ ყველა გადაწყვეტ ყველაფერი, ფასებით საბოლოო ჯამში დაწყვეტილი. ხო, ამ ფონზე ირონიული არ არის, როცა ფასების კომისია გაქვს შექმნილი. შენ თვითონ და ბიზნესმენებს იბარებ იქ და რაღაცა მკაცრი ტონით ელაპარაკები, რომ აი რატო არის ძვირი რაღაცა წამლებზე იყო წინა დღეს და აქეთ ჩვენ მეორე ხელით აძვირებ ცხოვრებას. უძვირებ 1-30% უძვირებ ადამიანებს ცხოვრება. რა თქმა უნდა აბსურდი. რაღაცა ხო უნდა აკეთონ. ანუ რაღაცა კამპანია ხო უნდა ფათი-ფუთი ხო უნდა მიმდინარეობდეს, რომ ვინმეს აჩვენონ სპექტაკლი, რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში რო ვამბობ, აი ხალხის ინტერესის სასარგებლოდ, არაფერი, არც ერთ საქართველოს მოქალაქეს გარდა ოცნებასთან დაკავშირებული მეტენდერეებისა, ესე დავარქვათ. ზარქუას ოჯახი იქნება თუ რამდენიმე სხვა ოჯახი. სხვას არავის კეთილდღეობა ამ ქვეყანაში არ ეტყობა. ოღონდ ამოცანა რა არის? ამოცანა არის, აი ეს, აქეთ არის დიადი საქართველო, აქეთ არის დაჩაჩანაკებული, გაუბედურებული ერი, რომელსაც ერთ რაღაცას ფიქრობ, წავიდე ეხლა მე და მომლელად მაინც ამიყვანონ ამერიკაში ან იმაში. ამას ეს არის ამის შედეგი და ეს არის რაც მე მაწუხებს, ჩვენ ყველას გვაწუხებს, დარწმუნებული ვარ, ვისაც საქართველო უყვარს და ამას არის რომ ვებძვით. კი, და ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ, რას ფიქრობთ პოლიტიკური მხრივ ოპოზიციის სტრატეგიაზე, არ ვიცი, აქტიურობაზე, ხა რაღაც ალიანსი შეიქმნა, რომელშიც თქვენ არ ახართ, ხო? არ ვიცი, რატო არ შეხვედით ამ ალიანსში, თუნდაც ესეც საინტერესოა და ხა მათ დღეს 31 მარტს გამოაცხადეს დიდი აქცია 26 მაისისთვის. ან იმ აქციას თუ შეუერთებით, ან ცალკე რატო დარჩით? კი, ძალიან სწორი კითხვაა და თავიდანვე მე უპასუხე ამ მოვლენებს და მე სხვათა შორის ერთი თვე გავიდა და ამ საკითხზე ხმა აღარ მომიღია. როგორც ჩემი კეთილი ნების ჟესტი, თავიდან უბრალოდ როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვალდებული ვიყავი შემეფასებინა ეს და მე თქვა რომ საქმე იმაშია რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ესე იგი 10,000-ობით ადამიანმა უსამართლოდ მოიარა სააკაშვილის დროს ციხე, 100,000-ობით ადამიანი ეს მინიმუმ რასაც ვამბობ, უსამართლოდ იყო პრობაციონერი, ასე ყავდათ ყელზე გამომული. ამას დაუმატოთ ხალხი, რომელსაც წაართვეს ქონება კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც უკვე ხარ რომ მოუკლეს რაღაცები ამ საქმეებზე, რაზეც აი ყოველდღე კამპანიაა პროპაგანდისტულ ტელევიზიაში, ხო? ეს ხალხი, ამ ხალხს აუცილებლად ჭირდება ხმა ქართულ პოლიტიკაში და საქართველოს მომავალში. გარდა, იმიტომ რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, მარტო ამათთვის კი არა. ბევრი ადამიანებისთვის ნაციონალური მოძრაობა არ არის მისაღები. არასოდეს არ იქნება მისაღები. ბევრი ადამიანია, როდესაც არასოდეს არ იქნება მისაღები, მაგრამ ჩვენ ამ ხალხს გვერდზე ვერ გავწერთ და ვერ ვეტყვით, რომ შენ საქართველოს აშენებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღო დაჯექი სახში. ამას ხო ვერ ვეტყვით. ამ ხალხს ჭირდება ხმა. მე მიმაჩნია, რომ მე ვარ ამ ხალხის ხმა.
სხვებიც, მაგრამ მეც მიაჩნდა მაგალითად ლელოსაც, გახარიასაც და შეიძლება ისინიც დარჩენ. ნუ გახარია მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა ბიზნესამ რო დაპატიჟა, მე აღმოაჩინა საერთოდ ნაციონალური მოძრაობა. მანამდე სად იყო 2012 წელს რომ გაგახსენდება რომ ნაციონალური მოძრაობა არსებობს, ნუ კაია. 2012 წელს დამთავრებული იყო ყველაფერი. მანამდე სად იყო? იჯდა მოსკოვში და იქ რაღაცას წერდა. ფულს აკეთებდა, ხო? არა, ეგრე არ არის, გააჩნია, ხო? მე ამ მესმის ამ ხალხის არანაირი კვლევა არ მჭირდება, რომ ეს დავადასტურა, აქ დღესაც ვნახე ერთი დიდი ჯგუფი ადამიანების. ჩვენ უნდა მივიღოთ საქართველოს მომავალში მონაწილეობა, მივიღებთ და ამიტომ ეს რომ ამ ხალხმა მე არ მომეწონა რა, გამოვიდნენ ეს წარმომადგენლები და ორი დღე ისეთი ბულინგი იყო, ვინც სხვანაირად ვაზროვნებდეთ, რომ ესე იგი პირდაპირ ციტირე. აქ რაზეა საქმე, იცი რომ ერთიანობა არის მოთხოვნა ხალხშიო და გავიგეთ ეს ნაცები არ მოწეს და არ მოწეს, მაგრამ ერთიანობას უფრო მეტი ხარდაჭერა აქვსო და დაარღვევთ ერთიანობას. კი, მაგრამ ქრისტიანულადაც იცით რა არის? არის, როდესაც აუცილებელია ერთიანობა და არის, როდესაც მნიშვნელოვანია სიმართლე. იმიტომ რომ შედეგს დებს სიმართლე. შედეგს დებს ნამდვილობა და ჭეშმარიტება. ქრისტიანულადაც ესეა. არ შეიძლება სიმართლეზე ზევით საერთოდ რამე დააყენო. და სიმართლე არის ეს, რომ საქართველო იქნება ახალი და განახდება თუ ყველა იპოვის თავის თავს პოლიტიკაში და არა მარტო ერთი ჯგუფი. მადლობა დიდი. ანა დოლიძე იყო ჩვენი სტუმარი, პარტია ხალხისთვის ლიდერი და ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს შემდეგ სტუმარს გრიგოლ გეგელია, შემოგვიერთება ლელო ძლიერი საქართველოსთვის წევრი.